Am წუთებში პარლამენტში ფასების რეგულირებაზე შეხვედრა იმართება სააფთიაქო ქსელების და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან. საუბარი ბაზრის სტრუქტურის ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებზე ხდება. კომისიის მიზანია არსებული რეალობის შესწავლა და დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოსახლეობას ცდომა ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე და ამასთან ფასები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. პირველი შეხვედრა გვექნება ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებსაც აქვს წარმომადგენლობა საქართველოში და აქაც ჩვენი მიდგომა იქნება მსგავსი, გვინდა შევისწავლოთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი, უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა, ის შედგება ორი კომპონენტისგან, პირველი არის მწარმოებელი იმპორტიორი, მეორე არის ქსელები, რომელიც თვითონ ახერხებენ დისტრიბუციას და აქვს საკუთარი ლოგისტიკური ცენტრი. და რატომ არის ეს კარგი, რომ ჯაჭვი მოკლე არის, იმიტომ რომ დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ წარმოიქმნება, რაც დადებითად აისახება საბოლოო ფასზე, მედიკამენტებზე არსებობს რეგულატორი და არსებობს რეგულაციები და რეფერენტული ფასები და ჩვენი მიზანია, რომ შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს და კიდევ რა შეიძლება დამატებითი ნაბიჯები გადაიდგეს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთი მხრივ საშუალება იყოს, რომ საუკეთესო მედიკამენტები იყოს ბაზარზე, მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ხელმისაწვდომ ფასად. კომისიის დამოკიდებულება არის ისეთი, რომ იყოს ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი, რათა ყველა მწარმოებელმა წარმოადგინოს ის გამოწვევები, რაც არის საქართველოს ბაზარზე და ასევე ჩვენ წარუდგინოთ აი ამ მწარმოებლებს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვარ, როგორც ოპოზიციის, ასევე რა თქმა უნდა, მართველი პარტიის წარმომადგენლები ამ კომისიაზე დაადასტურებენ თავის ხედვას, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ეს ფასები იყოს მისაღები.